მითი იმის შესახებ, რომ თბილისის ზოოპარკის ცხოველები ცუდად იკვებებიან, მალე გაქრება. აქაურ მკვიდრებს საკმაოდ მსუყე დაჭმევენ და თქვენ წარმოიდგინეთ, საკვებს ხანგრძლივი დეგუსტაციის შედეგად თავად ირჩევენ. შეეხება მენუს დადგენას, აქ გათვალისწინებულია ჩვენი უცხოელი კოლეგების გამოცდილება, იმიტომ რომ იცით რომ ეს წამყვანი ზოოპარკი ამერიკაშია, იმათი გამოცდილება გვაქვს ჩვენ, ასე ვთქვათ, აღებული და გარდა ამისა, მენუს შედგენის დროს გათვალისწინებულია აქაური კლიმატური პირობები. აცევლებს ხორცი, მსხვილფეხა ჩილქოსნებს ბალახი, მაგრამ ამ ტრადიციული მენიუს გარდა თბილისის ზოოპარკის ცხოველები საკმაოდ ეგზოტიკურ და თავშესაქცევ საკვებს მიირთმევენ. ეს აფრიკის ჯუნგლების პატარა მოდელია, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ სირაქლემა და ზებრა. საკვებს შესაბამისად მეგობრულად ინაწილებენ. ის, რაც სირაქლემას ჭამის შემდეგ დარჩება, სიამოვნებით უნაწილებს ზებრას. ვაზრობთ ჩვენ ხორცის გარდა, ხორცის პიროს საერთოდ აღჭამს აფრიკაში, ჩვენ ვაზრობთ ყველაფერს, ბოსტნეული და ხილი. ძალიან მიყვარს მეწამული ცოცხი. რა ქვია? ჩვეულებრივი ცოცხი, გარეთ გვიან ქუჩებს, იმის ჩვენ ვყიდულობთ საკმარისი რაოდენობით და ვაზრობთ ეს კილოებს. Davardars Das moepinen beblebi Gada upines kalaks Olacimera moresma Zobargis როგორც ნახეთ, ზოოპარკის ცხოველებისთვის კვების პროცესი არა მხოლოდ ჩიმშილის გზნობის დაკმაყოფილებაა, არამედ დღის განმავლობაში ყველაზე კარგი გასართობია.